გამომძიებელ გრიგოლ კაჭკაჭიშვილზე დაწერილი პოსტის გამო გიორგი ახობაძეს 25 დღით გაუშვებენ დროებითი მოთავსების იზოლატორში. მანამდე მას პოსტი ჰქონდა დაწერილი ბატო შაქარიშვილზეც. იმასთან დაკავშირებით არსებობდა ჯარიმა. შეიძლება ითქვას, რომ ბახოსანაიას მსგავსად იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი ახობაძეც უარს ამბობს ამ ჯარიმის გადახდაზე. ახლა ეს გადაწყვეტილება მიიღო ეგრეთ წოდებულმა სქროლვას ქრინვის სააგენტომ. გიორგი ახობაძისთვის ეს საერთოდ არ არის შემაკავებელი, როგორც ამბობს, არ ნანობს არც ერთ სიტყვას, რომელიც როგორც სატელეფონო საუბრისას გააჟღერა, ისე შემდგომ უკვე ამ საუბრის შემდგომ დაწერა პოსტად. ახლა ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ გიორგი ახობაძის კომენტარი. გიორგი, გამარჯობა, კიდევ ერთხელ პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ, გვითხარით, მაყურებლს აუხსენით, რასთან დაკავშირებული იყო ეს პოსტი, როდის დაწერეთ და ზოგადად რა გითხრათ ადვოკატმა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პატრონობას? საინტერესო ამბავია ეხა იმისკენ გამომდინარე რა მოხდა პლუს ამ გუშინ წინ ჩვენთან ქალაქში, როგორც ვიცით, ჩამორთმეული იარაღი, გამოძიების დროს ჩამორთმეული იარაღი უკან დაუბრუნეს ვიღას არანორმალურს, რომელიც ქუჩაში დარბის და ბავშვებს კლავს და მოკლედ აი ხა რა სიტუაცია იყო ჩემთან დაკავშირებით რა. მაშინ როცა ნარკოტიკი ჩამიდეს და ტელეფონი ჩამომართვეს გამოძიებისთვის და საექსპერტიზისთვის ქონათ წაღებული, მორჩა ეს საქმე, უზენაესშიც დამთავრდა და აღარაფერი ამ საქმეს აღარ ჭირდება. როგორც ჩემ ადვოკატებთან გავიარე, ჩემი ნივთები უნდა დამიბრუნონ. მოვითხოვე ამ ჩემი ნივთის დაბრუნება, მივედი CKPD შენობაში, როგორც წესი და რიგია, დავწერე განცხადება, მოვითხოვე, რომ დაებრუნებინათ ნივთი. არავინ არ შემხმიანებია დაახლოებით 3 კვირის მანძილზე. ამის მერე დავრეკე ამ კანცელარიაში სადაც ეს წერილი დავტოვე და მოვიკითხე რა ხდება თქო. დაგირეკავს გამომძიებელი თვითონო ესევე მითხრეს. კარგი თქო, ველოდე კიდე რაღაც პერიოდი არ დამირეკა, მე კიდე დავრეკე, კიდე არ დამირეკა, მე კიდე დავრეკე და ესე მითხრეს, რომ გამომძიებელმა ესე გითხავ, ჩასული ვიყავი და არავინ არ დამხვდაო. მე კიდე დავრეკე, კიდე რო დავრეკე, ესე მითხრეს, რომ გამომძიებელმა სოლი მოიყვანაო და ხან მოკლე შვებულებაშიაო. მე ავდექი და გამომძიებელი, ვინც იყოს გრიგოლ კაჭკაჭიშვილი, აი ჩამდები ძაღლი რო არის, იმის ნომერი გავარკვიე და დაურეკე, რომ მეთქი გრიგოლ, ჩემი ტელეფონი როგორ დავიბრუნო მეთქი. ხო და ჯერ რაღაცა ესე თვითონ ვერ გამიხსენა და მე გავახსენეთ 11 სრულ მოწმე ჩამდები ძაღლები, ვინც ჩემ საქმეში ფიგურირებდნენ, აი თქვენ მეთქი რომ ჩამიდეთ 1 ტონა ნარკოტიკი მეთქი, აი გიორგი ახობაძე ვარ მეთქი. და ჩემი ტელეფონი როგორ დავიბრუნო თქო და მე იქ აღარ მუშაობ, სუში მუშაობ, დააწინაურეს რა, 1 სრულ მოწმე და ჩამდები ძაღლი დააწინაურეს და მე იქ აღარ მუშაობ და კარგი მეთქი მაშინ მივმართავ ისე საჭიროა მეთქი, მოდი მე და შენ გავერკვეთ მეთქი, ერთი რაღაც მაინტერესებს შენგან თუ მეთანხმები ამაში თქო რომ ყველა ჩამდები პოლიციელის დედა მოტყან მეთქი და კაი წავედი რაღაცა საწყალით მეთქი, მე მეორეჯერ გავუმეორე მეთანხმები თუ არ მეთანხმებიო და კაი წავედიო და კაი შენ თუ არ მეთანხმები მაშინ მე გეტყვი მეთქი რა ყველა ჩამდები პოლიციელის დედა მოტყან მეთქი. ხო ეს მოხდა მასთან სატელეფონო საუბრისას და მე ეს ამბავი მოვყევი Facebook პოსტში. ძალიან სასიამოვნოა რომ როცა იმ პოლიციას ესაუბრები რომელმაც ნარკოტიკი ჩაგიდო და რო ეუბნები რომ ყველა ჩამდები პოლიციელის დედა მოტყან თქო ამას რო ეუბნები თქო. აი ეს იყო. ამას გარდა CKPD-ში უკვე რომ ყველანაირ ზღვარს გადასცნენ და საერთოდ ამ ტელეფონს მითიშავდნენ და ყურმილს არიღებდნენ. აი მართლა ტოქსიური შეყვარებული ვით ესე ყურმილს არიღებდნენ არც ერთ ნომერზე და ასე შემდეგ. ამაზე უკვე ემოციებში და რომ მივხვდი რომ არაკაცები არიან და ცდილობენ რომ იმარადიორონ და მოქალაქეების ქონება მიისაკუთრონ ან მაწვალონ საერთოდ ძალიან ბევრი ადამიანი ახლა ნენსის მაგალითად ლეპტოპები აქვს წაღებული ტელეფონები აქვს ან მისაკუთრებული აქვს მარადიორები აქვს ჩვეულებრივ აი რუსი მარადიორები უნიტაზებსო დაათრევდნენ აი ესე მიათრევენ სახში უნიტაზებს ნახმარს რა ეგეთი მარადიორები არიან რა და ამ ყველაფერს მოყვა რეალურად ეს ამბავი და რა ვიცი ახლა ძალიან დიდი სიამოვნებით კიდე ერთხელ გავუმეორებ აი რავი აქაც გავიმეორებ და რო გამოვალ მე კიდე გავუმეორებ და მესამე ციხეში ვიქნები ჩემი Facebook-ის გავუმეორებს ამ ყველაფერს და რავი ახლა მაგით ვერაფრით ვერ მოერთა თუ მომკლავთ და რავი თუ გინდათ მოდი მაგას ეცადეთ რა დანარჩენი ვერ გამაჩერებთ ვერანაირად რა ყოველთვის გეტყვით რაც სათქმელია პირში. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ახობაძე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ელოდება როდის დაადებენ ხელბორკილებს მასთან მხარდამჭერები მოდიან მისი მეგობარი თორნიკე რაზმაძეც აქ არის და სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე რა სურათს ხედავთ გიორგი ახობაძე ისედაც 9 თვე უკანონოდ ყავდა ხო ქართულ ოცნებას გამოკეტილი ციხეში და ეს დადასტურდა მისი გამომართლებელი განეჩენითაც რა ქრონიკასა და ქრონოლოგიას ხედავთ ქალაქში ბოლო დღის ფაქტებიც რომ მიმოვიხილოთ და ამის ფონზე ვახოს 14 დღე დაპატიმრება გიორგი ახობაძის 25 დღით იზოლატორში შეგვიფასე. ყველაზე საინტერესო ვიცი რა არის გიორგი მე ხა მომწურავად ისაუბრა ამ კონკრეტულ ამბავზე მაგრამ მე ვსაუბრობ უკვე რამდენიმე თვეა როგორც სხვადასხვა ტელევიზიების საშუალებით ასევე ჩემი პირად გვერდზე ვიდეოებით რომ ამ წუთასაც აი ხა ჩვენ როცა აქ ვსაუბრობთ მოძალადეები რომლებიც არიან იდენტიფიცირებული დადიან ქუჩაში ანუ რამდენიმე თვის წინ გიორგის როცა ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან აეროპორტთან დახვდნენ ტაქსი გააჩერეს კასტეტებით შეიარაღებულმა ადამიანებმა გიორგის ცემეს
და ეს ადამიანები პოლიციას ყავს იდენტიფიცირებული. გიორგი მითანამშრომლა სპეციალურად, მე რო არ ეთქვათ, რომ არის თანამშრომლეო და ეს მოძალადეები, ანუ დადასტურებულად მოძალადეები, რომლებიც სახეზე ამოცნობილი ყავთ, იმიტომ რომ აეროპორტის კამერები არ მუშაობდა, ვერ იტყოდე. ეს ადამიანები დღეს დადიან ქუჩაში. და ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ კიდე ესეთი რამდენი საზოგადოებისთვის რეალურად საფრთხეს ვინც წარმოადგენს. ვიღაცას დედამისი ამბობს, რომ იარაღი ქონდა, ჩამოვართმევინე პოლიციას და პოლიციამ დაუბრუნა იარაღიო. სხვისინი ვიცო, ხო ვერ წავიღებთო. აი ეგეთი ხალხი ამ წუთას დადის ქუჩაში. იმათ არაკავებენ და დასდევენ ვიღაცას პირბადე უკეთია, ვიღაცა ტროტუარზე დგას და აპროტესტებს და ვიღაცამ Facebook-ზე თურმე რაღაცა შეურაცხყოფელი კომენტარი დაწერა. მე მინდა გავაფრთხილო რა გავახსენო იმ პოლიციელებს, რომლებიც იყვნენ მაგალითად გიორგი ახობაძის საქმეში გარეულები. ვერ წყენიათ გიორგიმ რო გვაგინაო. ჯერტი ადამიანს რო ესე გაამწარებ, ესეთ რაღაცებს რო გაუკეთებ, რაც გიორგის გაუკეთეს. გინება არის, არ ვიცი, ყველაზე ცუდა. ყველა ადამიანი დაფიქრდეს, აბა თვითონ რას გააკეთებდა ასეთ უსამართლობის დროს. აი ეს პოლიციელები, რომლებიც დღეს თუ ხვალ არ ვიცი, როცა მოვლენ გიორგის დასაჭერად. მე მინდა შევახსენო, რომ პოლიციელები უკვე ნორმალურ საქართველოში აუცილებლად მივლენ იმ პოლიციელების დასაჭერად. აი ეს ინტერვიუ გაიხსენეთ. იმ პოლიციელების დასაჭერად, ვინც გიორგის ნარკოტიკები ჩაუდო, იმ პოლიციელების დასაჭერადაც მივლენ. დროის ამბავია, რომლებიც სრულმოწმეებად გამოდიოდნენ არა მხოლოდ გიორგის, არამედ სხვა პროტესტის მონაწილეების სასამართლო პროცესებზე და აუცილებლად ეს მინიმალურად მაინც აღდგება სამართლიანობა ამ ქვეყანაში. ეს არის დროის ამბავი. ყველა მიცის პოლიციის სისტემაში. აი, ღიად ხო ვერ იტყვიან, მაგრამ გიორგის რო ნარკოტიკი ჩაუდეს, ეს ყველა მიცის შიგნით. აი ხლა მე თუ რამეს ისე ვამბობ გადასხვაფერებულად, თვითონ ხო იციან შიგნით რომ არ ვამბობ. თვითონ ხო იციან რომ გიორგის ნარკოტიკები ჩაუდეს. და ხო იციან რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც ჩადება, ასევე სასამართლოზე გამოსვლა და სიცრუის საუბარი. ხო და აი ამ ადამიანებს აუცილებლად მოიკითხებათ და დღეს თუ გიორგის სახლთან მოვა პოლიცია თუ ხვალ თუ როცა მოვა და გიორგის რამდენიმე დღით კიდევ ციხეში გაუშვებენ, საბოლოოდ მათ სახლებში მივა პოლიცია და ბევრი წლით წავლენ ისინი ციხეში, ოღონდ უკვე სამართლიანად გიორგის საქმისგან განსხვავებით. კი ბატონო, მადლობა, უსმენდით თორნიკე რაზმაძეს, ის ელოდება, როდის მოვა პოლიცია და დაადებს ხელბორკილებს გიორგი ახობაძეს, აქვს სხვა მისი თანამოაზრები, მეგობრები და მხარდამჭერებიც მოვლენ, მოკლედ გრიგოლ კაჭკაჭიშვილის გინება არაპატია, ეგრეთ წოდებულმა სქროლვას ქრინვის სააგენტომ გიორგი ახობაძეს ექიმს, როგორც მისგან მოვისმინეთ, არაპირებს რომ შეცვალოს პოზიცია, ხელწერა, წერის სტილი ან მანერა, რომ როგორც თვითონ ამბობს, როგორც კი დატოვებს საპატიმროს, ისევ იგივეს გააგრძელებს და შეგახსენებთ, რომ ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც სიტყვის გამო ადამიანი გაუშვეს იზოლატორში, პირველი იყო ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბახოსანაია, 14 დღით არის ახლა ის უკვე გამოკეტილი იზოლატორში, ხოლო მეორე ექიმი გიორგი ახობაძე, რაც მათ უჩენს იმის მოლოდინს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ეგრეთ წოდებული სქროლვას ქრინვის სააგენტო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო კიდევ ბევრ ადამიანს დააკავებს.